საჯარო სკოლებში შესაძლო მოსწავლეების პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება დაიწყოს. საკითხზე განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხდომაზე ისაუბრეს. ამაში რამდენიმე უწყება იქნება ჩართული. მოსწავლეები შემოწმდებიან სმენაზე, ენდოკრინულ, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვით სისტემებზე. ასევე იქნება საუბრები მავნე-ჩვევებზე, როგორიც არის ნარკოტიკები, თამბაქო და ალკოჰოლი. სიახლის დანერგვა იქნება კიდევ ერთი წინსწრებით პროფილაქტიკური ანუ პრევენციული ღონისძიება არა მარტო ჯარისთვის მზაობის, არამედ დიდ სპორტში ჩასართავად. საკითხს მიესალმებიან ექიმები და ფიქრობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდა თაობისთვის. სმენის სკრინინგი მხედველობის ოფთალმოლოგები იქნებიან მოწვეულნი ალბათ საჭიროა ვიწრო სპეციალისტების მოწვევა ესე არ ხდება რომ მხოლოდ ერთმა ექიმმა ეგში ამოწმოს ჩვენ ოკულისტური თვალსაზრისით გვაქვს ცხრილი რომლითაც ბავშვებს და პირველადი ჯანდაცვის ექიმები ვამოწმებთ მაგრამ აი ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწვეული ვიწრო სპეციალისტები ოფთალმოლოგები ოტორინოლარინგოლოგები გინეკოლოგებიც მათ შორის გოგონები უკვე 13-14 წლიდან და შემდგომ მოიაზრებიან უკვე ისეთ კონტინგენტად აუცილებელია გინეკოლოგიური შემოწმება და ამ ყველა კუთხით უნდა გადამოწმდეს კონტინგენტი და შემდეგ ჩატარდეს მანამდეც და შემდგომაც ეს ლექცია საუბრები აი ამ მოზარდ კონტინგენტში. ასევე იქნება გარკვეულწილად აი ეს საწყისი ეტაპი ტრამპლინი აი ამ სწორედ საჯარო კონტინგენტისთვის ისინი იქნებიან უკვე გათვითცნობიერებული ყველა რაღაც საჭირო წესჩვეულებებში რომლებიც შემდგომში მათ დაჭირდებათ და უპირველესად აუცილებელია აი ამ კონტინგენტის და ჩვენი საერთოდ ფართო საზოგადოების არა მხოლოდ ექიმების ჩართულობა ამაში რომ მათ აუცილებლად გაიარონ შესაბამისი ბაზისური კვლევები და წარმოდგენა მიეცეთ მათ აი ამ ყველაფერზე რომ ჯანმრთელნი შეხვდნენ აი ამ რთულ პერიოდში